მეწყება თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივზე ცოტა მეტი თავის ტკივილი. ნახეთ რომ გამსკარი იყო ანევრიზმას. არანაირი წინაპირობა არ მქონია. გაჩერება მალე უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომ პაციენტი გადარჩეს, გადამიყვანეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. გაუკეთეთ ოპერაცია. ცუზე ვიყავი ფეხზე, როდის ამდგარიყავი. მას რამოდენიმეჯერ დაუჭირდა სპეციალური მანიპულაციის ჩატარება. ცეკვა და ქორეოგრაფია არის მთელი ჩემი ცხოვრების ნაწილი, რომელთან ერთად ვცხოვრობ ჩემი ცხოვრების მანძილზე. სამსახურის შემდეგ მივედი სახში, როდესაც ჩვეულებრივად ჩემით მანქანით მოძრაობდი, მივედი ოჯახში და მეწყება თავის ტკივილი, რომელიც ჩვეულებრივზე ცოტა მეტი თავის ტკივილი იყო. და წავედი და წამოვწექი მდივანზე, რომლის მერე ფაქტიურად მე არ მახსოვს. გამოიძახე სასწრაფო და გადამიყვანეს დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრში. პაციენტი შემოვიდა თავის ტვინში სისჩაქცევით, მას ჰქონდა თავის ტვინის გამსკარი, ერთ-ერთი სიძაღვის გამსკარი ანევრიზმა. ამ დაავადებების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს დროს, ანუ გაჩერება მალე უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომ პაციენტი გადარჩეს და გადარჩენის შემთხვევაში გამოსავალი კარგი იყოს. მალევე მოვახდინეთ მისი დიაგნოსტირება, გაუკეთეთ ოპერაცია. ამ დაავადების მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია კლინიკის მხარდაჭერა, რათა მაღალ ტექნოლოგიური სამედიცინო აღჭურვილობა ჰქონდეს და საოპერაციო ბლოკი ჰქონდეს, რომ შეძლოს სწორად ამ პაციენტების მართვა. რაც შეეხება ჩემი ცხოვრების წესს, ან სიგარეტის, ან განსაკუთრებული ალკოჰოლით და ამით არასდროს არ ვიყავი დაკავებული. ჩვენი პაციენტის შემთხვევაში სისჩაქცევა მასიური იყო, ანუ დიდი რაოდენობით იყო სისჩაქცევა, მას რამოდენიმეჯერ დაუჭირდა სპეციალური მანიპულაციის ჩატარება, რათა ეს შევიწროებული სიძარღვები გაგვიფართოებია. ოპერაციის შემდეგაც მიმოწმებდნენ ხელს ძალა თუ მქონა ორივე ხელში ერთნაირად. ეს მაშინ თქვი ესეთი წინადადება, რომ ჩემი ხელების ზუსტი მოქმედება თუნდაც მომიტანე თოли და რო დაუგრე მას მე დავწმუნდები და თქვა. ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ემოციურია ეს შემთხვევა, რადგან პაციენტი არა მარტო გადარჩა, არამედ მთლიანად აღიდგინა მისი ძველი ფუნქციები და დაუბრუნდა ცხოვრების ძველ რიტმს. ის ისევ აგრძელებს ქართული ცეკვის სწავლებას ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის და საქართველოსთვის. იაგო ცერცვაძეს გავიხსენებ ადამიანს, როგორც რომ ადამიანმა მეორედ სიცოცხლე მაჩუქა და ჩემ შვილებს და ჩემ ოჯახს დაუბრუნა ჩემი თავიდან. მე რომ მას პირველად უკვე გავესაუბრე, მის სიხარულს საზღვარი არ ქონა მაშინაც. იმ ამბის მერე დაახლოებით გავიდა 3 წელი. მე ძალიან ჩქარა დაუბრუნდი ჩემი ცხოვრების რეჟიმს. თუ კი იაგო ექიმ სურვილი ექნება ცეკვის შესწავლის, რომელსაც თვითონ ამოირჩევს, აუცილებლად დიდი სიამოვნებით და დიდი სიყვარულით ვასწავლებ. ბატონ ზაზას და ყველა ჩემ პაციენტს უსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ ცხოვრებას.